სალვადორის ვიცე-პრეზიდენტ ფელიქს ულუას როგორც წესი ვერ შეხვდებით ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში. ამიტომ პირდაპირ ასეთი კითხვით მივმართავ. რა გეგმები გაქვთ, როგორია თქვენი დღის წესრიგი? დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ და მომეცით საშუალება ვესაუბრო ევროპულ საზოგადოებას. მართლაც ბოლოს აქ 2022 წელს ვიყავი. მაშინ სალვადორი გარდამავალ ეტაპზე იყო. ახლა უკვე დავწმუნდით, რომ დროა საერთაშორისო საზოგადოებას წარმოუდგინოს სრულიად ახალი ქვეყანა, რომელსაც ახლა ვაშენებთ. ქვეყანა, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით. მინდა განვუცხადო ევროპელებსა და მთელ მსოფლიოს, რომელიც გვიყურებს, რომ ეს არის ახალი სალვადორი, რომ ამ ქვეყანაში ინვესტირების უამრავი შესაძლებლობაა. თქვენ ევროპარლამენტის კონსერვატორებისა და რეფორმისტების იმ ჯგუფის მოწვევითაც ჩამობრძანდით, რომელიც მემარჯვენეობისკენ იხრება. მათთან იდეოლოგიური თანხმედრა გაქვთ? საქმე ისაა, რომ როდესაც ახსენებთ ისეთ კონცეფციას, როგორიცაა მემარჯვენე ფრთა, ეს ცოტა არ იყოს ანაქრონიზმს გავს, რომელიც 21 საუკუნეში მოძველებული ჩანს. მემარჯვენე და მემარცხენე აღარ არსებობს? არა, სოფლიო აღარ იმართება მსგავსი მიდგომით. დღევანდელ მსოფლიოს სპეციფიკური დღის წესრიგის მიხედვით მართავენ. ასეთია მაგალითად გარემოს დაცვა. ვის არ აღელვებს ახლა ეს საკითხი, როცა ანთროპოცენურ ეპოქაში ვცხოვრობთ? ყველას. რატომ? იმიტომ რომ ყველა ვთანხმდებით, რომ არ არსებობს მეორე პლანეტა დედამიწა. უნდა მივხვდეთ ჩვენს პლანეტას. ზოგი შეგეკამათებოდა და მათ შორის პრეზიდენტიც ალბათ რომ ამ იდეის უკან იდეოლოგია დგას, თანაც ძალიან გამოკვეთილი. თუმცა ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტი ბუკელი არ არის კლაუდია შეინბაუმი, არა? არც კლაუდია შეინბაუმია და არც პედრო, ესპანეთის პრეზიდენტი. დიახ, პედრო სანჩესი. პედრო სანჩესი, არც ერთს არ გავს. მაინც რას ნიშნავს იყო პროგრესული ახლა, რომ გქონდეს ეგრეთ წოდებული ვოუქის დღის წესრიგი. ეს არის პროგრესულობა? არა, ასეთი კონცეფციები მე მიმაჩნია. მაგრამ ვოუქიზმი არსებობს? მისი დღის წესრიგი არსებობს. მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიებს შორის კიდევ რაიმე მკაფიო იდეოლოგია არ ჩანს. მაგრამ ვოუქიზმი არსებობს, ბუკელიზმიც არსებობს და კიდევ ბევრი სხვა. ბუკელიზმი რას ნიშნავს? ეს არის სალვადორის მოდელი, რომელიც სალვადორის პრეზიდენტმა ბუკელემ შექმნა და რომელიც მისაბაძი მაგალითია ამ რეგიონის ყველა ქვეყნისთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც. მაგრამ რას წარმოადგენს ეს მოდელი? ახლავე აგიხსნით, ეს გულისხმობს პრეზიდენტს, რომელიც პასუხს სცემს საკუთარი ხალხის მოთხოვნას. ბუკელემ 54%-ით მოიგო არჩევნები. მეორე ვადის დროს უკვე 85%-ით გაიმარჯვა და ახლა გაჩვენებთ გაზეთს, რომელშიც წერია, რომ 92%-ით მოიგო. მეორეში კი 93%-ით წერია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ხალხს. რადგან როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ხალხს გულისხმობთ. დემოს ხალხია და კრატოს ძალაუფლება, ხალხის ძალაუფლება, რომელიც მინიჭებული აქვს მმართველს. და როდესაც აღიარებთ ლათინურ კონცეფციას du ut des, რომელიც ითარგმნება როგორც იმიტომ გაძლევ, რომ შენც მომცე, ეს ნიშნავს, რომ ხალხი მმართველს ანიჭებს ძალაუფლებას და მან კი უკან უნდა დაუბრუნოს. რა? ის რაც ხალხს სურს. თუ ხალხი კმაყოფილი არ არის, აღარ აირჩევს მას. და იცით რატომ? ეს ხომ შესანიშნავად იცით, ამ ყველაფრის მეორე მხარეს დგას სახელმწიფო ერი, რომელიც მეტისმეტად გასამხედროებულია, სადაც მთავრობის რკინის ხელი მოქმედებს, რომელზეც ამდენს საუბრობენ. თქვენ ხომ მშვენივრად მიხვდით ამას ამ ევროპული ტურნეს ფარგლებში. ამბობენ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა. ვიცი არ დამეთანხმებით, მაგრამ ეს უნდა მეთქვა, რადგან არ ვიცი რაზე მესაუბრებით. თქვენ ჩამოხვედით ევროპაში და ეს საკითხი არავის წამოუჭრია, არავის შეუმჩნევია. ეს საკითხი დააყენეს. რამდენადაც ვიცი, ამაზე მიუთითა ესპანურმა მედიამ და მედიის გარდა სხვებმაც თქვეს. სახელებსაც მიუთითებ. ევროპარლამენტარების ნახევარი ზუსტად ისე დაგიყენებთ ამ საკითხს, როგორც ახლა მე დავაყენე. ვიმეორებ, დღეს არავის აქვს სალვადორზე უკეთესი დღის წესრიგი მთელ ლათინურ ამერიკაში, ცენტრალურ ამერიკასა და ზოგადად ამერიკაში. ჩვენ ვართ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა დასავლეთ ნახევარსფეროში და გვაქვს არ აღიარებთ იმ შეცდომებს, რომლებიც დაუშვით. შესანიშნავად იცით, რომ საუბარია პატიმრებზე, რომლებიც არ უნდა ისხდნენ ციხეში. ჩვენ გავათავისუფლეთ ხალხი. იცით, რამდენი გავათავისუფლეთ? იმიტომ გავათავისუფლეთ. თქვენ სახელმწიფოში კანონის უზენაესობას იცავენ? აქ ორი საკითხი იკვეთება. არსებობს კანონის უზენაესობა და კანონების მთავრობა. ჩვენ ვართ კანონების მთავრობა. არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება საკანონმდებლო საფუძვლების გარეშე. კანონის უზენაესობა უფრო ფართო კონცეფციაა, რადგან ის გულისხმობს ძალაუფლების დანაწილებას, უფრო მეტ ინსტიტუციას. სწორედ ამას ვქმნით ახლა. დემოკრატიულ ინსტიტუციებს, რომელთაც ძლიერი პრეზიდენტი უდგას სათავეში. ეს არის დემოკრატიის ახალი მოდელი, რომელიც ახლა იბადება. სალვადორის ყველაზე დიდი ციხე, რომელიც კარგად არის ცნობილი ევროპაში როგორც სესოტი, საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა ამ ციხეზე საზარელ ამბებსაც ყვებიან. საბოლოო ჯამში რა საზარელ ამბებს? მაინც ვინ გამოვიდა ამ ციხიდან და მოყვა, რომ იქ საშინელება ხდება. ეს შავი პროპაგანდაა. ფოტოები გამოვიდა, უამრავი ფოტო ვნახეთ, თავად მთავრობის გავრცელებულიც. თვით პრეზიდენტმა ბუკელემაც დააყენა ეს საკითხი. და იცით რა თქვა პრეზიდენტმა პედრომ, როდესაც ეს ფოტოები ნახა? თქვა, რომ ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებს მაგონებსო. რაც მაშინვე გააპროტესტა ებრაულმა საზოგადოებამ. მათ თქვეს, მაინც როგორ ადარებთ ჩვენს ხალხს ამ კრიმინალებსო. მაგრამ ხვდებით, რომ ეს შემზარავი ფოტოები იყო.
გასაკვირველია, იმიტომ რომ ეს არის შეტყობინება, რომელსაც ახალგაზრდებს ვუგზავნით, რომ აი ეს ხალხი დამარცხებულია. ეს კი სავსებით შეესაბამება კანონის უზენაესობას, შეესაბამება ადამიანის უფლებებს. ისეთ რა ხდებოდა, როდესაც ეს გვითხრეს? როდესაც ბანდის წევრებს იჭერდნენ, მათ თავი ისე ეჭირათ და ისეთ ჟესტიკულაციას იყენებდნენ, რომ ახალგაზრდების თვალში გამარჯვებული შთაბეჭდილება დაეტოვებინათ, რომ მედიაში გამოჩენილიყვნენ. როდესაც ამ ხალხს ციხეში სვამ და იმას აჩვენებ, იქ რა დღეშიც არიან, აი მაშინ უკვე აღარავის უნდა მათ ადგილას ყოფნა. ასე რომ ეს ქვეცნობიერი გზავნილი იყო. საქმე ისაა, რომ აქ ევროპაში არ გესმით ეს, რადგან ნაცისტები საკონცენტრაციო ბანაკს ადარებთ, როგორც იმ კოლუმბიელმა ჯენტლმენმა თქვა. მაგრამ ეს ბატონმა პეტრომ ბრძანა, რომელიც არ არის ევროპელი, არც ევროპელი ლიდერია. ამას განიხილავდნენ ჟურნალისტები, რომლებიც არასდროს ყოფილან სალვადორში. ნებისმიერი ევროპელი ლიდერი ინატრებდა, რომ ასეთ დონეზე იღებდეს ხალხი. მაინც რომელს აქვს ასეთი მაღალი რეიტინგი? მათ შორის ვინც ჩვენ გვაკრიტიკებდა, რომელი ევროპელი ლიდერი სარგებლობს ხალხში ასეთი პოპულარობით. იმიტომ რომ კრიზისი აქვს, კრიზისში არიან, იმიტომ რომ ევროპა ვერ აცნობიერებს, რომ კრიზისშია. აქ ბრიუსელში კრიმინალი მძვინვარებს. ევროპის ნებისმიერ ქალაქში ისმის სრულად და თავს ესხმიან ხალხს. თავს არ გრძნობთ უსაფრთხოდ. ჩვენ კი სალვადორში 100%-ით უსაფრთხოდ ვართ. მაგრამ მოდი უკან დაუბრუნდეთ იმ კითხვას, რომელიც ვერ დავასრულეთ. საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური მიდგომაა, რომელსაც აქვს არსებობის სრული უფლება, რადგან ყველა ქვეყანა სუვერენულია. თქვენ ასევე ისაუბრეთ ქვეცნობიერ გზავნილზე ახალგაზრდებისადმი, მაგრამ ამ ყველაფრის საპირწონედ დგას სახელმწიფო, რომელიც რკინის ხელით მოქმედებს. ეს არის გასამხედროებული სახელმწიფო და ის თქვენ ძალიან ცდებით. მაგრამ ჩემი შეკითხვა ასეთია: რამდენად უღირს ქვეყანას, რომ კოლექტიურად თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ იმ დროს, როცა ადამიანს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, ციხეში შეცდომით სვამენ? ეს რა აქ არ ხდება? არ ხდება ესპანეთში, საფრანგეთში. გაზის კამერებში უშვებდნენ ადამიანებს უდანაშაულო ხალხს სიკვდილისთვის წირავდნენ ყველა აქაურ ქვეყანაში. ასე რომ ევროპაში სიკვდილით დასჯა არ არსებობს. არ ვიცი, მე ვნახე როგორ დაახოცეს 5 ადამიანი 1975 წელს. მოდი ნუ დავუბრუნდებით ანაქრონიზმებს, მომავლისკენ გავიხედოთ. საით მიდის ქვეყანა? მოდი სალვადორზე ვისაუბროთ. ვისაუბროთ სალვადორზე. როგორია ორმხრივი დღის წესრიგი მაგალითად და ამჟამად ესაუბრებით თუ არა პრეზიდენტ ტრამპს? არ ვიცოდი რომ ის ევროპელი იყო. თქვენ ხომ ევროპის დღის წესრიგზე საუბრობდით? აქ მე ვაშინგტონში არ ვიმყოფები. აქ ბრიუსელში ვარ, რადგან მინდა ევროპელ ლიდერებს ვესაუბრო. მაინტერესებს როგორია თქვენი მესიჯი ევროპელი ლიდერების მიმართ. ამის მერე გადავალთ სხვა საკითხზე. დაბეჯითებით გეუბნებით, რომ სალვადორი სულ სხვა ქვეყანაა. პრეზიდენტმა ბუკელემ თქვა, რომ ქვეყანა თავიდან დაიბადა. ეს ერთი. მეორეც, პრეზიდენტმა ბუკელემ, როდესაც მეორედ აირჩიეს, ინაუგურაციის დროს განაცხადა ასეთი რამ: უსაფრთხოების სასწაული მოვახდინეთ. ახლა ეკონომიკური ზრდის სასწაულიც გვექნება. ისეთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ტრადიციულად 1.5%-ით გვიწინასწარმეტყველებდნენ ზრდას. ჩვენ 4%-იანი ზრდა გვქონდა. მე გითხარით, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის ლაბორატორიამ, რომელიც კომპლექსურ ეკონომიკებს აფასებს, აღნიშნა, რომ 14 პუნქტით დავწინაურდით. ლათინურ ამერიკაში წამყვანი კომპლექსური ეკონომიკა გვაქვს. და ახლა პრეზიდენტ ტრამპის შესაძლებლობის ფანჯარაზე ვისაუბროთ. აშკარა რომ მასთან საერთო გაქვთ და თანაც პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა ამ დღის წესრიგზე, რომელიც სავსებით გასაგებია, რადგან სიტყვების თამაშთან გვაქვს საქმე მონროს დოქტრინასთან დაკავშირებით. ლათინურ ამერიკასთან მიმართებით 10 წლეულების განმავლობაში ამბობდნენ ამას და ახლაც შეგვიძლია შევეხოთ იდეოლოგიურ მხარეს. შეგვიძლია განვიხილოთ მონროს დოქტრინის თემა, რომ როდესაც მონროს დოქტრინა შეიქმნა, მას 10 წლეულების განმავლობაში აკრიტიკებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და აფასებდნენ როგორც ლათინური ამერიკის საქმეებში ჩარევას. აქედან გამომდინარე რა შესთავაზეთ, როდესაც ეს მონროს დოქტრინა გააცნობიერეთ, რამდენად ხელსაყრელია ის სალვადორისთვის. რაც შეეხება მონროს დოქტრინას, აქ იყო ინგლისი, ესპანეთი. მოდი ცოტა ისტორიას გადავხედოთ. მაგრამ ეს არის შეთანხმება სუვერენულ ერებს შორის, რომლებიც პატივსცემენ თვითგამორკვევის უფლებას. სწორედ ეს არის პრეზიდენტ ბუკელეს მთავრობის სახელმძღვანელო პრინციპი. ჩვენი თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლება, განსაკუთრებით იდეოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ბლოკებისგან დამოუკიდებლობის. რატომ? იმიტომ რომ როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან უნდა გქონდეს ურთიერთობა, განსაკუთრებით მათთან, ვინც სარგებლობას მოუტანს სალვადორელ ხალხს. რა კი ინტერვიუს დასასრულისკენ მივდივართ, მინდა გკითხოთ. ყველა ქვეყანას შორის კარაკასის მთავრობაც იგულისხმება? თქვენ არ ხართ იურისტი და არ იცით, რას ნიშნავს de facto და de jure. ეს არის de jure მთავრობა. მაინც როგორია ვენესუელასთან ურთიერთობის დღის წესრიგი? გჯერათ, რომ ის გზა, რომელსაც ბატონი ტრამპი დაადგა, არჩევნებით მოყვანილი მთავრობისკენ მიდის. მე რატომ მეკითხებით, რას ნიშნავს ეს პოლიტიკა? ამას ვეკითხებით ლათინური ამერიკიდან ევროპაში ჩამოსულ ნებისმიერ პრეზიდენტს. დიდი უპასუხისმგებლობაა სხვა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხილვა და შეფასება. ამას არასდროს გავაკეთებ. რატომ? პატივისცემის გამო. იმიტომ რომ როგორც მე არ მინდა ვინმე ჩვენს საგარეო პოლიტიკაში ჩაერიოს, ისევე არ ჩაბერებით სხვების პოლიტიკაში. მაგრამ ეს თქვენი რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
ჩვენთვის ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია. მაგრამ ვენესუელა განსაკუთრებული შემთხვევაა, ამიტომ სალვადორის მთავრობამ ჩვენთვის ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია. არ არის დაინტერესებული, რომ რაღაცით მაინც დაეხმაროს დემოკრატიული გარდამავალი ეტაპის გავლაში. ამის გაკეთება ჩვენთვის არავის უთხოვია. როგორც კი გთხოვენ, მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილებას, დავეხმაროთ თუ არა. ვინც არ უნდა გთხოვოს დახმარება, მხარდაჭერა და თანადგომა, მოხარული ვიქნებით დიდსულოვნად გავუწოდოთ ხელი, მაგრამ არ გვინდა ვინმეს თავს მოვახვიოთ ჩვენი მოდელი. იმიტომ რომ არავითარი კავშირი არ არის. თუ კი ამას არავინ გთხოვს. და ბოლო კითხვა, თქვენ ლათინური ამერიკის ახალი ლიდერები და მთავრობები ახსენეთ. როგორი იქნება თქვენი პროგნოზით მომავალი 10 წელი? ნახეთ, ლათინური ამერიკა არის რეგიონი, სადაც პერიოდულად მუდმივად მეორდებოდა სამხედრო დიქტატურა, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძოლე, რათა დაგვემყარებინა დემოკრატია. ამის შემდეგ ამოქმედდა 80-იანი წლების ნეოლიბერალების მოდელი, ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტები. ესეც შეიცვალა. პროგრესული მთავრობები მოვიდნენ, როგორც თქვენ უწოდებთ. მე არაფერი მიწოდებია, უბრალოდ ვთქვი თუ რას უწოდებენ ისინი საკუთარ თავს. პირადად მე არავითარი ზედსართავის სახელი არ გამომიყენებია. იმიტომ რომ პედრო სანჩესმა შექმნა ალიანსები შეთანხმებები დადო ამ მთავრობებთან, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ. აქ ციკლურად ვითარდებოდა მდგომარეობა. ერთი ციკლი რომ ამოუწურავს თავს, ახალი იწყება. როგორ გონიათ 10 წლის შემდეგ ისევ პრეზიდენტი ბუკელე იქნება ქვეყნის სათავეში? თავად ამბობს რომ არა. ამბობს რომ აპირებს წავიდეს პოლიტიკიდან მესამე ვადა რომ ამოეწურება, რადგან ასე შეუთანხმდა საკუთარ ოჯახს. ვადის ლიმიტი არ დაუთქვამს და თუ ხალხი დემოკრატიულად მიიჩნევს, მაგრამ დემოკრატია ხომ იმას ნიშნავს, როცა ხალხი აძლევს ხმას. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21 მუხლი განსაზღვრავს თავისუფალი, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების წინაპირობებს. თუ კი ყველა ეს პირობა დაკმაყოფილდება და ადამიანს ისევე არჩევენ, რატომ უნდა შეზღუდო ვინმე? და ჩვენი ინტერვიუ დასასრულს მივახლოვდა. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ ევრონიუსზე.